მაგალითად, ეხლა თქვენ ხო თქვენი მშობლების მანქანაში მსხდარ ხართ და ერთად გივლიათ, ხო? და იქ სადღაც კამერებია დამონტაჟებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, მძღოლი როდის უფრო თავშეკავებულია მართვის საქმეში, როცა კამერა უყურებს თუ როცა არ უყურებს? როცა უყურებს, ხო მართა? ხო და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ღმერთს რამე კამერა ჭირდება? ჩვენ რო დაგვინახოს. აი წარმოიდგინე, ფსალმუში ესეთი რამე წერია, დავით მეფსალმუნამ ასეთი რამე დაწერა. რომელმაც შექმნა თვალიო, ნუ თუ ვერ ხედავს, ანუ ჩვენ თითოეულის თვალი ღმერთმა შექმნა და მას ახლა რამე კამერა ჭირდება, რომ ჩვენ დაგვინახოს? რომელმაც შექმნა ყური, ნუ თუ არ ესმისა. ხო და ადამიანს რომ ახსოვდეს, რომ ყველგან კამერა უყურებს. ხო უფრო მოზომილი იქნება. ვიდრე მაშინ რო იცის რომ არ უყურებს. ხო მართალი. ახლა მაგალითად საკლასო ოთახში, ნუ მე რამდენადაც ვიცი, კანონმდებლობით არის, რომ არ შეიძლება კამერის დამონტაჟება. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ იყოს კამერა. ისე ხო ვეღარ მოიქცევი, როგორც არარსებობის შემთხვევაში. მაგრამ აი რა ქვია სახელი? დიმიტრი, რაც ჩვენმა დიმიტრიმ თქვა, ღმერთის ხსოვნა, ღმერთის რო გწამს. გამორიცხავს კამერების აუცილებლობას, იმიტომ რომ შენ იცი რომ ღმერთი ისეაც გიყურებს, ამ ოთახში არ არის კამერები, მაგრამ ღმერთი ყველგან არის. და მე თუ მწამს მისი არსებობა, ყველგან არსებობა, იმიტომ რომ ის ყველგან მყოფია მართლაც. მაშინ მე უფრო მეტად თავშეკავებული ვიქნები. მოდი მეორე მხრივ ვთქვათ. თუ მე მწამს ღმერთის ყველგან არსებობა, ესე იგი არ არის არც ერთი ადგილი ისეთი, არსად არ შემემთხვევა რაიმე ისეთი პრობლემა, რომ ეს ღმერთმა არ იცოდეს. ახლა წარმოიდგინე, რომ აი თუნდაც მოდი სკოლის მაგალითი, ისეთი დირექტორი ყავს, ისეთი დამრიგებელი, რომ შენთვის თავსაც კი გაწირავს. და იცი, რომ ყველგან კამერები აყენია და ყველა ოთახში ეს მოყვარული ადამიანები შენ გხედავენ. სადმე რომ რამე გაგიჭირდეს სკოლის ნებისმიერ კუთხე კუნძულში. ხო იცი რომ ვიღაც შენი შემწე აღმოჩნდება, იმიტომ რომ შენ გიყურებენ, გაკვირდებიან და ერთი წამით თვალს არ გაცილებენ. ხო იმედიანად ხარ. ეგრე არ იქნება? ახლა სად რო იცი რომ აი დავუშვათ წაიქეც სადმე ისეთ ადგილზე სკოლის ისეთ კუთხე კუნძულში. აი მაგალითად თქვენთან ექვს სკოლაში დარბაზში რო შედიხარ იქ პატარა მოფარებული ხო რაღაც ისეთია. დავუშვათ იქ შეიძლება არავინ არ იცი რომ არავინ აღარ გამოელის დღეს გაკვეთილები დამთავრდა. ახლა ფიქრდა ვერ დგები, ფეხი მოიტეხე, ვერ დგები, არც ტელეფონი გაქვს, არაფერი იმეს დაურეკო. ზენ ფიქრობ რომ აი მე ხა რაღა მეშველება სკოლას დაკეტავებ, მე აქ დავრჩები, მე რა მეშველება. მაგრამ რო იცი რომ ის კამერა გიყურებს და შენ შესახებ იციან, ხო იმედიანად ხარ რომ იქ არ დაგტოვებენ. და ადამიანს რომ ახსოვს რომ ღმერთი უყურებს ყოველთვის, იმედიანად არის. და ღმერთი მართლაც ყოველთვის უყურებს, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ ეს არ გვახსოვს. ისე რომ ღმერთის რწმენა და ღმერთის ხსოვნა ადამიანს ანიჭებს თავშეკავებას რაღაც ცოდვიან საქმეში და იმედს აძლევს კიდე რაღაცა გასაჭირი რო აქვს. და ეს ადამიანის ძლიერებაა. ეს დავუშვათ ეს ლიზას ჭირდება. ღმერთს კი არ ჭირდება რომ ლიზას ეს ახსოვდეს. ეს ლიზას ჭირდება. ეს ჩვენ საყვარელ გოგონას რა ქვია? დეა? ეს დეას ჭირდება რომ ახსოვდეს, ნანუკას ჭირდება რომ მას გამოადგება. ხო გესმით?